კრემლის ახალი გადაწყვეტილება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სამმართველომ გაახმაურა. გეგმის მიხედვით ოჩამჩირის საზღვაო პორტში სობოლისა და მანგუსტის 3 სასაზღვრო კატარღა განთავსდება. განმარტება ასეთია, ლაინერებმა გემების უსაფრთხოება და რესპუბლიკის საზღვაო საზღვრის დაცვა უნდა უზრუნველყონ. მალე ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის შექმნასაც აპირებენ. ახალი გეგმის გამო თბილისი მოსკოვს საზღვაო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. კატარღების ოკუპირებულ რეგიონში განლაგებას ოფიციალური თბილისი პროვოკაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევად აფასებს. ქართული მხარის განმარტებით, გემების შეყვანა რეგიონში სიტუაციის ესკალაციის საშიშროებას ზრდის. ეს გახლავთ ანექსის გაგრძელება, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების უკვე ამ შემთხვევაში უკვე ზღვის ნაწილის მიტაცება და მეორე მხრივ მე ვფიქრობ კიდევ უფრო საყურადღებოა პროვოკაციების საშიშროება. ანუ ეს კატარღები შემოყვანილია რეალურად ჩემი აზრით იმისთვის, რომ გარკვეული პროვოკაცია მოაწყონ ზღვაზე და შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერონ სამხედრო ყოფნა, როგორც სახმელეთო, ისე ზღვის მიმართულებით. ამ შემთხვევაში მე მგონი აუცილებელია განსაკუთრებული ძალისხმევა ჩვენი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობისაკენ 1992 წელს იქნა მიღებული საზღვაო კონვენცია და შესაბამისად რუსეთი თავისი ქმედებებით არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ძირითად პრინციპებს, რადგანაც არ არსებობს არანაირი აფხაზეთის ტერიტორიული წყლები, იქიდან გამომდინარე რომ არსებობს რომ საქართველოს არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და არა აფხაზეთი, შესაბამისად არსებობს საქართველოს ტერიტორიული წყლები და საქართველოს ნებართვის გარეშე ბუნებრივია რუსეთის საზღვაო მცურავი საშუალებების შეყვანა ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს.